მიუხედავად იმისა, რომ ირანთან და მის ტერორისტულ მოკავშირეებთან ომი ახლო აღმოსავლეთში მთავარი ამბავია, მოგვიანებით ამ წელს ებრაული სახელმწიფო ჩაატარებს არჩევნებს, სადაც სასამართლო რეფორმის საკითხი ერთ-ერთი მთავარი სადაო საკითხი იქნება. 7 ოქტომბრის შედეგები და მიმდინარე ბრძოლები იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ შედეგს. ეს ნიშნავს, რომ ისრაელელებს მოუწევთ უპასუხონ მთავარ კითხვას. არის თუ არა მათი უზენაესი სასამართლო, ებრაული სახელმწიფოს სამოქალაქო თავისუფლებებისა და დემოკრატიის აუცილებელი დამცველი. თუ პირიქით არის ეს ურჩი და უკანონო ინსტიტუტი, რომელმაც ხელში ჩაიგდო ძალაუფლება კანონის უზენაესობის უგულებელ ყოფით და რომის მიზანიც დემოკრატიისა და ამომრჩევლის ნების შეჩერებაა. Press Think Twice-ის ეთერში ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ამ საკითხს მეცნიერთან იონათან გრინთან ერთად, რომელიც მნიშვნელოვანი ახალი წიგნის ურჩი მართლმსაჯულება, სასამართლო უზენაესობის აღზევება ისრაელში ავტორია. გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Think Twice-ში. 2023 წელი ებრაულ ისტორიაში ძირითადად დაამახსოვრდებათ 7 ოქტომბერს პალესტინელი არაბების მიერ ჩადენილი სისასტიკით. მაგრამ იმ ბნელ დღემდე 9 თვის განმავლობაში, ამ პერიოდში, ისრაელის საზოგადოება თითქმის დაიშალა სასამართლო რეფორმის გარშემო მომიმდინარე დებატების გამო. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიახუს ხელმძღვანელობით მთავრობის მიერ ისრაელის სასამართლო ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვის წინადადებებს არ შეხვდა უბრალოდ წინააღმდეგობა, არამედ ისტერია, რადგან უამრავი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში ამ მცდელობის შესაჩერებლად. ამ ბრძოლამ ქვეყნის ლიბერალური ისტებლიშმენტი და ბიზნესის, განათლების, ჟურნალისტიკისა და სამართლის ელიტები დააპირისპირა მთავრობასა და მის ნაციონალისტ და რელიგიურ მხარდამჭერებთან. ნეთანიახუს კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ საქმე ეხებოდა არა ნაკლებს, არამედ თავად ისრაელის დემოკრატიის ბედს. რადგან სასამართლო რეფორმის მოწინააღმდეგეები ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ უზენაესი სასამართლოს უკონტროლო ძალა უშლიდა ხელს ისრაელის იმ საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ, რომლებიც მათ არ მოსწონდათ, სეკულარული და ლიბერალური ებრაელების დაჩაგვრასა და ავტორიტარული რელიგიური სახელმწიფოს შექმნაში. ეს არგუმენტები გვერდზე გადაიდო 7 ოქტომბრის შემდეგ, რადგან უმეტესწილად მაინც ქვეყანა გაერთიანდა ხამასის, ჰეზბოლას და ირანის წინააღმდეგ საბრძოლველად. მაგრამ ახალი არჩევნების მოახლოებასთან ერთად ისრაელელებს კვლავ მოუწევთ არა მხოლოდ სასამართლო ძალაუფლების საკითხებზე ფიქრი, არამედ იმაზეც თუ რას გვიყვება ეს არგუმენტები ისრაელის საზოგადოების და პოლიტიკის შიგნით არსებულ განხეთქილებებზე. და ჩვენ გაგვიმართლა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არის ამ საკითხების ერთ-ერთი ყველაზე გამჭრიახი დამკვირვებელი. იონათან გრინი, ისრაელ-ამერიკელი ადვოკატია და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის კონსტიტუციის ცენტრის მკვლევარია. ის იყო იერუსალიმში დაფუძნებული ისრაელის სამართლისა და თავისუფლების ფორუმის თანადამფუძნებელი და დირექტორი და ახლა ამ ჯგუფის უფროსი მრჩეველია. და ის არის ახალი წიგნის Rogue Justice, სასამართლო უზენაესობის აღზევება ისრაელში, ავტორი. იონათან გრინ, მოგესალმებით Think Twice-ში. დიდი მადლობა იონათან. დიდი მადლობა, რომ დრო გამოყავით და დღეს შემოგვიერთდით. სანამ დეტალურად განვიხილავთ იურიდიულ საკითხებს, რომლებიც სასამართლო რეფორმასთან არის დაკავშირებული, მინდა დავიწყო კითხვით. ხომ არ არის ამ საკითხზე დიდი დებატი უფრო პოლიტიკასა და საზოგადოებასთან დაკავშირებული, ვიდრე სამართალთან? ეს დებატი სინამდვილეში კულტურას ეხება და სეკულარული ლიბერალების შიშებს, რომ ისინი დემოგრაფიულ ომს აგებენ რელიგიურ ისრაელებთან. და ამიტომ მათ დემოკრატიას ვეტო უნდა დაადონ ისრაელის მთავრობის იმ ერთადერთი ინსტიტუტის მეშვეობით, რომელსაც ჯერ კიდევ აკონტროლებენ. ან ეს მართლაც კონსტიტუციურ საკითხებს ეხება, თუ სინამდვილეში ისევ იმ შიშებზეა საუბარი? მადლობა ჯონათან. ვფიქრობ პასუხი ისაა, რომ ორივეს ეხება. რადგან რასაც ხედავთ ისაა, რომ ისრაელის საზოგადოების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ისინი მის ეწინააღმდეგება სასამართლო რეფორმას, ან მხარს უჭერს ისრაელის უზენაესი სასამართლოს წარმოუდგენელ, უპრეცედენტო და არადემოკრატიულ ძალაუფლებას. ისინი აჩვენებენ თითქოს ეს საუბარი კონსტიტუციურ სამართალს ან თავად კანონს ეხებოდეს. ამ მხრივ, ჩვენ უნდა შევხვდეთ მათ ამავე დონეზე. და ჩვენ უნდა ვუპასუხოთ არგუმენტებს, რომლებიც სამართლის სფეროში და სამართლის კონტექსტში წარმოიშობა. და როდესაც ისინი ამბობენ, რომ ის, რასაც ისრაელის უზენაესი სასამართლო აკეთებს, მისაღებია ან აზრიანი. როდესაც ამბობენ, რომ სასამართლო რეფორმა მიუღებელია, საშინელია ან დემოკრატიის დასასრულია, ჩვენ უნდა უპასუხოთ მათ ამ არგუმენტების დონეზე. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ბევრია ისეთი, ვინც
უფრო გულწრფელია, ან უფრო ღია და ისინი ამბობენ, სინამდვილეში ეს საერთოდ არ ეხება სამართალს. ეს არ ეხება დემოკრატიას, მთავრობას ან სასამართლოს. ეს უბრალოდ კონტროლს ეხება, იმას, რომ ჩვენ გქონდეს ძალაუფლება და შევაჩეროთ დემოკრატიული პროცესის შედეგები, რადგან მისი შედეგები არ მოგწონს. ბოლოსაც მინდა დავამატო არის ის, რომ თუნდაც ყველა კულტურული საკითხი გვერდზე გადავდოთ და ჩემს წიგნში ხაზს უსვამ იმას, რომ ბევრს არ საუბრობ რა ატომზე, უფრო საუბრობ რა ხაუბრობ რა ხდება და როგორ ხდება. მაგრამ თუ კულტურულ, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საკითხებს გვერდზე გადავდებთ, ნებისმიერი დასავლელი მკითხველი ამ წიგნის საკითხვისას მიხვდება, რამდენად მიუღებელია, რამდენად დაუშვებელია, რამდენად გაუმართლებელია ის ელემენტები, რაც ისრაელის სასამართლო სისტემაშია. რამდენად საშინელი და მიუღებელი იყო ისრაელის უზენაესი სასამართლოს ქმედებები. და მგონი წიგნის მთავარი აზრიც ესაა. ყველა წინასწარ განწყობა გვერდზე გადადეთ, ყველა პოლიტიკური საკითხი გვერდზე გადადეთ. უბრალოდ შეხედეთ კანონს და დემოკრატიას და ძალიან სწრაფად მიხვდებით, რომ ის რაც ისრაელში ხდება, აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ეს ცვლილება უნდა იყოს რადიკალური. მადლობთ, რომ მოусმინეთ გადაცემას Think Twice. თუ გვისმენთ რომელიმე პოდკასტ პლატფორმაზე ან გვიყურებთ პირდაპირ ეთერში Facebook-ზე, X-ზე ან JNS-ის YouTube არხზე, გთხოვთ, მოიწონოთ და გამოიწეროთ JNS. დააცკაპუნოთ ზარზა შეტყობინებებისთვის და დაგვიტოვოთ კარგი შეფასებები. ასევე გარდა Think Twice-ის არსებობს Jonathan Tobin Daily podcast-იც, სადაც მეგიზიარებთ მეტსიახლესა და ანალიზს იმ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ. ოთხგულ გადაცემას შეგიძლიათ იპოვოთ JNS-ის არხზე, სახელწოდებით Jonathan Tobin Daily, სადაც არ უნდა უსმენდეთ პოდკასტებს. და ახლა დაუბრუნდეთ დღევანდელ პროგრამას. ვფიქრობ, კითხვა რითაც მინდა დავითხოვ, როცა ამ არგუმენტებში ღრმად შევდივართ, არის შემდეგი. არსებობს თუ არა სადმე მსგავსი პარალელი? არსებობს თუ არა სადმე უზენაესი სასამართლო ან სასამართლო სისტემა, რომელსაც ისეთი ძალაუფლება აქვს, როგორიც ისრაელის სასამართლომ თავისთვის მოიპოვა? ვიცი, როცა ამ საკითხზე ამერიკელ იურისტებთან მისაუბრია, რომლებიც ამ თემაზე ბევრს არ იცნობდნენ. ვიცნობ პროფესორ ჯონათან ტერლის, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია როგორც ავტორი. და იცით, ის სამართლის პროფესორია, მაგრამ ყველაზე მეტად ცნობილია როგორც იურიდიული ანალიტიკოსი Fox News-ზე. და მან მითხრა, რომ როდესაც ეს საკითხი პირველად წამოიჭრა, ეგონა რომ ის ისრაელის უზენაესი სასამართლოსა და სასამართლო სისტემის მხარეს დაიჭერდა. იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ცდილობდა მოსამართლეების შეჟოზბვას. ასე რომ მისი მიდრეკილება ყოველთვის იყო იმაზე, რასაც ის კანონის უზენაესობად და დამოუკიდებელ სასამართლო სისტემად მიიჩნევდა. და ბოლოს მან აღმოაჩინა, რაც მანამდე არ იცოდა, ის ძალაუფლება, რაც ისრაელის უზენაეს სასამართლოს ჰქონდა. და აღმოჩნდა, რომ ის მეორე მხარეს აღმოჩნდა. ის ეთანხმებოდა სასამართლო რეფორმის მხარდამჭერებს. არის თუ არა კიდევ სადმე მსოფლიოში უზენაესი სასამართლო ისეთი, როგორიც ისრაელშია? კარგი, ჯონათან, ეს ძალიან კარგი შენიშვნაა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიოში არსად არ არის ისეთი რამ, როგორიც ისრაელში გვაქვს. და რასაც ხედავთ არის ის, რომ როდესაც ისრაელში სასამართლო უზენაესობის მომხრეებს ეკითხები, ანუ სასამართლოს მხარდამჭერ ბალაკს, ან პროტესტის მოძრაობის მონაწილეებს. თუ ეკითხები, რატომ არ ვიდათ რომელიმე სხვა ქვეყნის კონსტიტუციურ სისტემას ან მექანიზმს, შეგვიძლია მთლიანად გადავიღოთ. შეგვიძლია მთლიანად ავიღოთ ნებისმიერი სისტემა და ასახელეთ ერთი, რომელიც თქვენთვის მისაღებია, მაგრამ ისინი ან არ მოისურვებენ, ან ვერ დაასახელებენ ვერცერთს. და მიზეზი ისაა, რომ მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც თავის სასამართლოებს ანიჭებს ისეთ არადემოკრატიულ და ანგარიშვალდებულებისგან თავისუფალ მმართველ ძალას, როგორც დღეს აქვს ისრაელის უზენაეს სასამართლოს და მის წარმომადგენლებს. ამიტომ ობიექტურად რო შევხედოთ, უბრალოდ არაფერია მსგავსი იმ ძალაუფლებისა, რომელიც ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დააგროვა. ფიქრობ, დიერს რამდენიმე მაგალითის მოყვანდა, მაგრამ სანამ მათზე გადავიდოდი, უბრალოდ ვიტყვი. ეს იმდენად მნიშვნელოვანი ნაწილია იმისა, თუ რატომ დავწერე ეს წიგნი. იმ თვალსაზრისით, რომ ამ საუბრისა და დებატის დიდი ნაწილი სლოგანების, განზოგადებების, სათაურების დონეზე ტარდება და ინარჩუნებს თავს. და ხალხს ნამდვილად არ აქვს წარმოდგენა, რასთან გვაქვს საქმე. და ვფიქრობ, ძალიან მარტივია, რომ შეადარო ისრაელში არსებულ სიტუაციას და იფიქრო, თითქოს ეს რაღაცით დაკავშირებულია, ან გალს შენ საკუთარ ნაცნობ რეალობას, იურისდიქციებს, საუბრებსა და უთანხმოებებს და ასე შემდეგ. და რასაც ხედავთ არის ის, რომ ეშვაკი დეტალებშია, ან როგორც ისრაელში ვამბობთ, ღმერთი დეტალებშია. რაც ნიშნავს, რომ დიახ, რა თქმა უნდა, ზოგად დონეზე არსებობს ამასთან დაკავშირებით ყველა სახის განსხვავებული მოსაზრება. და უნდა ვთქვა, რომ ზოგჯერ მაცდურია ეს სხვა ავტორიტარულ მცდელობებთან მსგავსად ავიქვათ, როგორც მსოფლიოს სხვა ნაწილებში ხდება, სადაც ავტორიტარული რეჟიმების პირველი ნაბიჯები ხშირად არის სასამართლოს დაშლა,
ინდივიდუალური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გაუქმება, დემოკრატიული პროცესის დაცვის მოშლა და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც კი დეტალებში ჩახედავთ, როგორც კი ამას თუნდაც ზედაპირულად დააკვირდებით, მაშინვე მიხვდებით, რომ ეს საერთოდ არაფრით გავს იმას. რომ ყველაზე დიდი საფრთხე ისრაელის დემოკრატიისთვის, ყველაზე დიდი პრობლემა ისრაელის დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობაში, თავად ისრაელის უზენაესი სასამართლოა, მისი მოკავშირეები და მისი სახელით მოქმედი პირები. შეგიძლიათ მოგუყვანოთ რამდენიმე მაგალითი თუ როგორ შეედრება ისრაელის უზენაესი სასამართლო სხვა სასამართლოებს. რა თქმა უნდა, და ბევრ შემთხვევაში ეს ძალიან მარტივია, რადგან სია ძალიან გრძელია და მაგალითები იმდენად აღმაშფოთებელია. მოდით უბრალოდ რაც თავში მომდის, რამდენიმე მარტივ მაგალითს მოგცემთ. ერთ-ერთი ისაა, რომ ისრაელის უზენაესმა სასამართლომ საერთოდ გააუქმა სარჩელი შეტანის უფლებისა და სასამართლო განხილვადობის ცნებები. Алло, თვითონ ის იდეა, რომ მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ სასამართლოსგან სამართლებრივი დაცვა მოითხოვონ, ვისაც რაიმე ინდივიდუალური პრეტენზია აქვს მთავრობის მიმართ, ხოლასეა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი მოგატანა მთავრობამ, მხოლოდ თუ გაქვს კონკრეტული ინდივიდუალური დავა, მაშინ შეგიძლია მიხვიდე და მოითხოვო, რომ სასამართლომ განიხილოს ეს დავა. ისრაელში ეს საერთოდ ასე არ არის. და სასამართლომ დაადგინა, რომ აბსოლუტურად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიმართოს ისრაელის უზენაეს სასამართლოს. ამას საზოგადოებრივი ინტერესის მომჩივანს უწოდებენ, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააპროტესტოს მთავრობის ნებისმიერი ქმედება. ასე რომ სარჩელი შეტანის უფლება, რომელიც მსოფლიოში სასამართლო ძალაუფლების ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ტრადიციული ბარიერია, სრულად უგულებელყო ისრაელის უზენაესმა სასამართლომ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი, ან მასთან დაკავშირებული მაგალითი, არის სასამართლოში განხილვადობა, რაც გულისხმობს, რომ ზოგიერთი საკითხი სასამართლოს კომპეტენციას არ ეკუთვნის. და ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობს არც ერთი წარმოსადგენის საკითხი. არ არსებობს არც ერთი წარმოსადგენი ტიპის სამთავრობო ქმედება, რომელიც სასამართლოს ძალაუფლების ფარგლებს გარეთ იქნება და რომელიც სასამართლოს უფლებამოსილებას არ ექვემდებარება, გადახედვის, განხილვის და რა თქმა უნდა გაუქმების, ბათილად ცნობის და ასე შემდეგ. და ეს კრიტიკულია, რადგან მსოფლიოს ყველა სასამართლო მოქმედებს იმ ვარაუდით, რომ არ არის ყოველი სამთავრობო და პოლიტიკის საკითხი სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხი. ან ეს არის საკითხი, რომელიც ეკუთვნის სასამართლოს, ან რომ ის საერთოდ შეიძლება განიხილებოდეს იურიდიულად. მოდით ცოტა ხნით ამ საკითხებს გვერდზე გადავდოთ და ორ დიდ მაგალითს მოგცემთ, რომლებიც ვფიქრობ უკეთ აგიხსნით ამას. ერთ-ერთი არის გონიურულობის დოქტრინა. ეს არის დოქტრინა ან გადახედვის სტანდარტი, რომელიც ისრაელის უზენაესმა სასამართლომ გამოიგონა 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისში. და ის ალბობს, რომ შეაფასებს მთავრობის თითოეულ დადაწყვეტილებასა და პოლიტიკას მისი არსის მიხედვით. და ეს ძირითადად ნიშნავს, რომ ყველა სახის იურიდიული ტერმინების გამოყენებით სასამართლო უბრალოდ გადაწყვეტს, ვეთანხმებით თუ არა ჩვენ მოსამართლეები, ვეთანხმებით თუ არა აღმასრულებელი ხელისუფლების კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. და შემდეგ ჩვენ მას გაუქმებულად გამოვაცხადებ. სასამართლოს სიტყვებით ისინი ამბობენ, რომ კითხავენ, სწორად შეაფასა თუ არა მთავრობამ კონკურენტი ფაქტორები და მოსაზრებები, სწორად შეაფასა თუ არა კონკურენტი ფაქტორები და მოსაზრებები. ეს, რა თქმა უნდა, მართლობის არსია. და უბრალოდ სვამს კითხვას, ვეთანხმებით თუ არა საბოლოო შედეგს. ვფიქრობ თუ არა, რომ საბოლოო შედეგი გამართლებულია, სწორად მოიქცა თუ არა მთავრობა. და ეს დოქტრინა, თუ ამას ცოტა ხნით შეერთებთ, დაფიქრდით იმ სარჩელი შეტანის უფლებასა და სასამართლოში განხილვადობაზე, რაზეც ადრე ვსაუბრობდი. ასე რომ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიმართოს უზენაეს სასამართლოს, რომ გაასაჭიროს მთავრობის ნებისმიერი ქმედება, ნებისმიერი წარმოსადგენის საფუძვლით. არ არის საჭირო რაიმე სამართლებრივი საფუძველი ქონდეთ. და შედეგი ის არის, რომ სასამართლო ერეოდა მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ყველა შესაძლო სფეროში, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ. და ამ ყველაფრის ძალიან დიდი მაგალითი ვფიქრობ, რომელიც ყველაფერს კარგად აერთიანებს, არის აღმასრულებელი დანიშვნები. და ვფიქრობ, ეს მართლაც კარგი მაგალითია სხვა იურისდიქციებში მყოფი მსმენელებისთვის, რადგან ეს არის რაღაც, რაც მსოფლიოს სხვა არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ისრაელში ისრაელის უზენაესი სასამართლო მთელი აღმასრულებელი ხელისუფლების მასშტაბით მინისტრთა კაბინეტის წევრებამდე, ხواسეა, მთავრობის დეპარტამენტებისა და სამინისტროების ხელმძღვანელები, ასე რომ წარმოიდგინეთ, აშშ-ის პრეზიდენტი ან კალადის პრემიერ-მინისტრი ნიშნავს ხაზინის მდივანს ან სახელმწიფო მდივანს და შემდეგ მოდის უზენაესი სასამართლო. სარჩელი შეაქვს პირს, რომელსაც არ აქვს პირადი პრეტენზია. ანუ, სარჩელი შეაქვს შემთხვევით არასამთავრობო ორგანიზაციას ან რიგით მოქალაქეს იმ საფუძვლით, რომ უბრალოდ არ ეთანხმება, ფიქრობს, რომ ეს უგუნური იდეა. და შემდეგ სასამართლო ერევა ამ კაბინეტის დანიშვნის გადაწყვეტილებაში და ამბობს, ვფიქრობ, თქვენი დანიშვნა არაგონივრულია. უკანონო არ არის, უკანონო არ არის. ის არ არღვევს არც ერთ კანონმდებლობით დადგენილ წესს ან გაცრ წესს, ხომ ასეა? ამას რა თავი დავანებოთ, ეს უბრალოდ არაგონივრულია და ამიტომაც პათილია და ისრაელის უზენაესმა სასამართლომ ეს კაბინეტის მინისტრებთან მიმართებითაც გააკეთა.
ლანეს გააკეთა აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა უმაღლესი დონის დანიშნის შემთხვევაში, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ. ასე რომ სამხედრო შტაბის უფროსი, ეროვნული პოლიციის უფროსი, ისრაელის მთავარი ჯაშუშური და სადაზვერვო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სხვა მაღალი თანამდებობის პირები ისრაელის სამოქალაქო სამსახურში. და სწორედ ამ კვირაში ისრაელის უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება. დაუშვებდნენ თუ არა მოსადის ხელმძღვანელად რონენ გაფმანის დანიშნას. ის დანიშნაზე უბრალოდ არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი წინააღმდეგობა და მაინც სასამართლომ ეს პროცესი გააჩიანურა, სანამ საბოლოოდ როგორც იქნა, არ დაამტკიცა ეს დანიშნა. და ასევე მარტივად შეეძლო იგივე დანიშნა ბათილად გამოეცხადებინა. ბოლო მაგალითი ელნოსას მოიყვან და ვფიქრობ იმედი მაქვს, რომ დანიშნის საკითხი ამას კარგად წარმოაჩენს, სასამართლოში განხილვადობა, სარჩელის აღძვრის უფლება, გონირულობის დოქტრინა. და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ამ საკითხებიდან. მაგრამ ბოლო საკითხი, რომელშიც ვიცი, რომ ჩვენი აუდიტორიის ბევრი წევრი დაინტერესებულია, არის საკონსტიტუციო საკითხები. და დარწმუნებული ვარ, ამაზე კიდევ შეგვიძლია უფრო დეტალურად ვისაუბროთ. ასე რომ, ამას ერთ წინადადება შევიტყვი. ისრაელის უზენაესი სასამართლო ახორციელებს საკანონმდებლო აქტების სასამართლო კონტროლს. ის აუქმებს პირველადი კანონებს წერილობითი კონსტიტუციის, ჩვეულებრივი კონსტიტუციის გარეშე, როგორც ჩვენ ვიცნობთ ამ ტერმინს და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი. მსგავსი რამ უბრალოდ არ არსებობს მსოფლიოში. არის ქვეყნები, სადაც სასამართლოები აუქმებენ კანონებს წერილობითი, ჩვეულებრივი კონსტიტუციის საფუძველზე. არის ქვეყნები, სადაც არ არსებობს სასამართლო კონტროლი, სადაც სასამართლოები არ აუქმებენ კანონებს. ეს მოიცავს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, ახალი ზელანდია, ნიდერლანდები ან შვეიცარია, ხომ ასეა? ეს დემოკრატიის მისაღები ფორმა. მაგრამ მსოფლიოში მხოლოდ ერთი ქვეყანაა, მხოლოდ ერთი, სადაც უზენაეს სასამართლოს შეუძლია გააუქმოს არჩეული და ანგარიშვალდებული პარლამენტის მიერ მიღებული კანონები ყოველგვარი კონსტიტუციური საფუძვლის გარეშე, ყოველგვარი წერილობითი ან ტრადიციული კონსტიტუციის გარეშე. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია, რომ ვაჩვენოთ, რამდენად შორს დგას ისრაელი იმასთან შედარებით, რაც დასავლურ სამყაროში ჩვეულებრივად ითვლება. დიახ, ვფიქრობ, თქვენ ძალიან ნათლად დახატეთ სურათი და მინდა რომ ამ კონცეფციებზე ცოტა უფრო დეტალურადაც ვისაუბროთ მოგვიანებით. მაგრამ თქვენ დახატეთ სურათი სასამართლო სისტემისა და უზენაესი სასამართლოსი, რომელიც როგორც ვხედავთ დანიშნული არ არის, მაგრამ ფაქტობრივად წარმოადგენს არარჩეულ მთავრობას. იცით, ის იღებს ძალაუფლებას ისრაელის არჩეულ ლიდერებს. და მაინც, სასამართლო რეფორმის მოწინააღმდეგეები თავიანთ არგუმენტებს დემოკრატიით ამართლებენ, მაშინ როცა ლოგიკურად რომ თქვათ, ისინი რეალურად ცდილობენ ამომრჩევლის ძალაუფლების შეზღუდვას არადემოკრატიული ინსტიტუტის, სასამართლოს მეშვეობით. და მგონია, რომ ამ დებატის გასაგებად უნდა დაუბრუნდეთ 1980-იან და 90-იან წლებში. როდესაც უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ახარონ ბარაკი და მისი მინდევრები ისრაელის უზენაესი სასამართლოს ძალაუფლების გაფართოების იდეას აყალიბებდნენ, რადგან ასე არ მუშაობდა სისტემა ისრაელის პირველი 40 წლის განმავლობაში. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ დავიდ ბენ-გურიონს არასოდეს წარმოედგინა, რომ მისი დროის უზენაესი სასამართლო ეცდებოდა ეთქვამისქვა მისთვის, ვინ დაენიშნა სხვადასხვა თანამდებობაზე ან როგორ ემართა ისრაელის მთავრობა. აბა, როგორ მოახერხეს ბარაკმა და ამ ადამიანებმა, რომლებსაც ვფიქრობ, სწორად უწოდებთ სასამართლო სუპრემაცისტებს, ამდენი ძალაუფლების ხელში ჩაგდება? Absolutely, Jonathan, და ვფიქრობ, სწორად აღნიშნოთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ ასე ყოველთვის არ ყოფილა და ისრაელის უზენაესი სასამართლო ყოველთვის ასეთი არ ყოფილა. 1948-59 წლებში, როდესაც სახელმწიფო დაარსდა და უნდა ვთქვა 80-იანი წლების შუა პერიოდამდე, უпростоრად 90-იანი წლების დასაწყისამდე, სანამ ბარაკის სუპრემაცისტულმა სასამართლომ კონტროლი აიღო, ისრაელს აშკარად თავშეკავებული სასამართლო ჰყავდა. ის სასამართლო ძალიან ძლიერი იყო, უნდა ვთქვა. ისრაელის უზენაესი სასამართლო ძალიან ძლიერი იყო. ზოგი შეიძლება მას აქტივისტ სასამართლოსაც კი უწოდებდეს, მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მხრივ, იმის უზრუნველყოფის მხრივ, რომ მთავრობა არ არღვევდა კანონს და არ ბოროტად იყენებდა თავის ძალაუფლებას უკანონოდ. და ეს იყო ძალიან სერიოზული და ძლიერი სასამართლო, როდესაც საქმე ინდივიდუალურ უფლებებსა და თავისუფლებებს ეხებოდა, ზოგჯერ კი აღიარებდა ეგრეთ წოდებული არაჩამოთვლილ უფლებებსაც, რომლებიც ჩვენი დემოკრატიული ხასიათის ნაწილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კანონით დადგენილი უფლებები არ იყო. ეს იყო სასამართლო, რომელიც უფლებების განსჯას ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა, მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფასაც ძალიან სერიოზულად უდგებოდა. და ამასთანავე ეს იყო თავშეკავებული სასამართლო იმ გაგებით, რომ ის ფუნდამენტურად პატივს სცემდა დემოკრატიულ იდეას, ხალხის სუვერენიტეტისა და დემოკრატიული ძალაუფლების შესახებ,
რომელიც ხორციელდება არჩეული წარმომადგენლობითი ინსტიტუტების მეშვეობით. ეს იყო სასამართლო, რომელიც პატივს სცემდა კანონმდებლობის ინტერპრეტაციას იმ გაგებით, რომ აღიარებდა კანონი არის კანონი. და თუ მთავრობამ, საკანონმდებლო ორგანომ და პარლამენტმა თავიანთი ნება და სურვილი კანონით ნათლად გამოხატეს, მაშინ ეს არის კანონი, რომელსაც სასამართლომ უნდა დაემორჩილოს. და ფუნდამენტური პატივისცემა პარლამენტის უზენაესობის იდეისადმი, იმ ფაქტისადმი, რომ ისრაელს არ ჰქონდა კონსტიტუცია. და ამიტომ სასამართლომ არაერთხელ განაცხადა, რომ მას, რა თქმა უნდა, არ აქვს ძალაუფლება გააუქმოს ძირითადი კანონმდებლობა. ასე აბსოლუტურად მართალი ხართ, როდესაც აღნიშნავთ, რომ ისრაელს თავისი ისტორიის უმეტეს ნაწილში და 80-90-იან წლებამდე ჰყავდა ის, რასაც შეიძლება თავშეკავებულ ან დემოკრატიულ სასამართლოს უწოდეთ. და ხუმრობით ვამბობ ჯოლათამ, ზოგჯერ უნდა გქონდეს სასმელი თამაში. როცა კი ახსენებენ აჰარონ ბარაკს, უნდა აუწიოთ ჩიქა ან პატარა კლუბი დავლიოთ, მაგრამ ამას გადავდოთ შემდეგისთვის. რადგან ის არის ამ დრამის მთავარი პერსონაჟი. ზუსტად ესეა და ამაზე ცოტა დეტალურადაც საუბრობ ჩემს წიგნში, განსაკუთრებით შესავალ ნაწილში, და ვამბობ, რომ ვაგრძელე აჰარონ ბარაკის ჭრდილს, რომელსაც ის მთელ ისრაელის სამართლებრივ სისტემაზე და განსაკუთრებით სასამართლო უზენაესობაზე აფენს. საერთო არაფერია, რომ აჰარონ ბარაკი, მოსამართლე აჰარონ ბარაკი, იყო ის მთავარი ძალა და არქიტექტორი, რომელმაც შექმნა ისრაელის უზენაესი სასამართლო და სასამართლო უზენაესობა ისეთი, როგორიც დღეს ვიცით. მაშ, რატომ მოხდა ეს და როგორ მოახერხა სასამართლომ ამის გაკეთება დაუსჯელად? ეს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი კითხვა. და ვფიქრობ, იცით ერთ-ერთი რამ, რასაც ალბათ ეხებით და რაზეც ცოტა ხნისიაც ისაუბრეთ, არის ის, რომ ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია საზოგადოებაში არსებულ ფარულ დაძაბულობებთან და პოლიტიკასა და დემოგრაფიაში არსებულ დიდ ცვლილებებთან ისრაელში. ეს არ არის საიდუმლო და ამას ბევრ სხვადასხვა ჯგუფშიც ღიად ან ირიბად აღიარებენ. და რომ შევაჯამოთ, მოკლედ რო ვთქვათ, 1977 წელს ისრაელის მემარჯვენე პარტიებმა, განსაკუთრებით კი ლიკუდმა, პირველად აიღეს ხელისუფლება ისრაელის ისტორიაში. და მანამდე ისრაელის პოლიტიკასა და მმართველობაში დომინირებდა მემარცხენე პოლიტიკა და ისრაელის ლეიბორისტული და მუშათა პარტია თავისი სხვადასხვა ფორმით. ამიტომ ეს იყო მნიშვნელოვანი ცვლილება ისრაელში. და ბევრი ელიტა ისრაელში შეძრწულებული იყო იმ იდეით, რომ მემარჯვენე მთავრობა იქნებოდა და რომ გაუთლელ ბრბოს, რომელიც მემარჯვენე პოლიტიკოსებს აძლევდა ხმას, ეკნებოდა სიტყვა ისრაელის ცხოვრების ფაوور საკითხებში. დიახ, და ნება მომეცი შეგაჩერო, როცა იყენებ ფრაზას გაუთლელი ბრბო, რაც, როგორც ვიცით, გამოხატავს კულტურული ელიტების ზიზღს ამ მრჩევლის გარკვეული ნაწილის მიმართ. მაგრამ ეს ნაწილობრივ გამოწვეული იყო განსხვავებებით აშკენაზებსა და მიზრახებს შორის. ხალხი, რომლებიც ევროპიდან არ იყვნენ, მაგრამ ისინიც, როგორც ვიცით, დისკრიმინაციის მსხვერპლნი იყვნენ ისრაელის ისტორიის ადრეულ წლებში. და ვინც მემარჯვენე პოლიტიკურ ძალებს მისცა ხმა ტრადიციული მემარცხენეების ნაცვლად. რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მართლაც საინტერესოა, დიახ, ნამდვილად. ამ ყველაფერში მთავარი როლი მიზრახი ებრაელების მზარდ პოლიტიკურ და დემოგრაფიულ ძალას უკავია. ანუ ახლო აღმოსავლეთის ან ჩრდილოეთ აფრიკის წარმოშობის ებრაელები, რელიგიური ებრაელები, ან ისინი, ვინც რელიგიურ პრაქტიკასთან, იდენტობასთან, ან კუთვნილებასთან მიმართებით უფრო ტრადიციულები არიან. სავალდებულო არ არის, რომ ისინი მართლმადიდებლები იყვნენ და მით უმეტეს ულტრამართლმადიდებლები. არამედ ბევრი ებრაელი, რომლებიც უბრალოდ უფრო მეტად თანაუგრძნობენ ებრაულ მემკვიდრეობასა და ტრადიციას. და ასევე შეიძლება სხვა იდეოლოგიური ელემენტების ჩართვა. მაგალითად, უფრო ძლიერი ეროვნული ხედვა ისრაელის ხასიათისა და იდენტობის შესახებ, უფრო თავდაჯერებული ხედვა ისრაელის ადგილთან დაკავშირებით დასავლეთ სანაპიროზე, ან ღაზაში, ან იუდეასა და სამარიაში და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ფუნდამენტური განსხვავებაა, მაგრამ ნამდვილად ასეა. განსაკუთრებით ის ძირითადი დემოგრაფიული განსხვავება, რომელიც 1970-იანი წლების ბოლოს აღზევებულ პოლიტიკურ ძალებს უკავშირდებოდა. ამან გამოიწვია ის და ბევრმა კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოაზროვნე, ან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, ვინც ამ შეხედულებას გამოხატავდა, არის პროფესორი მენახემ მელცერი. ის იყო თელ-ავივის იურიდიული სკოლის დეკანი, ისრაელის პრემიის ლაურეატი, რაც ისრაელის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოა. და ეს ადამიანი თავისი მსოფლმხედველობითა და იდეოლოგიით რადიკალურად მემარცხენეა. ეს ასეა, ამას დამამცირებლად არ ვამბობ. ის ნამდვილად ასე აღწერდა საკუთარ თავს და ყოველთვის აქტიური იყო ამ იდეოლოგიურ სამყაროში. და წლების განმავლობაში ის გახდა სასამართლოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კრიტიკოსი. 1980-იან და 90-იან წლებში ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აღწერა სასამართლო ძალაუფლების ცვლილება და დააკავშირა ეს ცვლილება დემოგრაფიულ და პოლიტიკურ ცვლილებებთან. და მან ძალიან ვფიქრობ სწორად განსაზღვრა, რომ ამ პოლიტიკურ ძალაუფლებაში ცვლილება ნიშნავდა, რომ ისრაელში აშკენაზური სეკულარული ელიტები იყვნენ
მტკიცედ იყვნენ განწყობილი შენარჩუნებინათ ფაქტობრივი მართველი ძალაუფლების გარკვეული ცენტრები, რომლებიც იზოლირებული და დაცული იყო რეალური ანგარიშვალდებული დემოკრატიული მმართველობის მექანიზმებისგან. არის ფრაზა, რომელიც მომწონს ლორდ ჯონათან სამშენისგან, რომელიც გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. ის ამას ძალაუფლების ბერკეტებს უწოდებს, ხომ ასეა? რამდენი ბარიერია რეალურ ამომრჩევლებსა და ხალხსა და ძალაუფლების ბერკეტებს შორის, იმ რეალურ მექანიზმებს შორის, რომლითაც რეალური მმართველობა ხორციელდება. და ნამდვილად 1970-იანი წლების ბოლოსსა და 80-იანი წლების დასაწყისში ისრაელის პოლიტიკურ მემარცხენეებს და მათთან დაკავშირებულ აშკენაზურ სეკულარულ ელიტებს მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი ამ ბარიერების აღმართვა. ხალხსა და ძალაუფლებას შორის. და ძალაუფლების ბერკეტები. ბოდიში ძალაუფლების ბერკეტები. და ისრაელის უზენაესი სასამართლო იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შესაძლოა დღესაც ყველაზე დიდი ასეთი ბარიერი. ხო, ასე რომ ჩემს კითხვას დაუბრუნდები. როგორ მოახერხეს ეს დაუსჯელად? ანუ ვერც არ მოვიდგენ უზენაეს სასამართლოს თქვათ 1950-იან წლებში. ან ხო ვიცით, ამის გაკეთებას და განცხადებას როგორც ბარაკმა გააკეთა, ხო ვიცით, სასამართლოების ძალაუფლების მტკიცებას. და პრემიერ-მინისტრი ბენ-გურიონი როგორ უშვებდა ამას დაუსჯელად? ხომ იცით, ეს ალბათ თავიდანვე აღკვეთილი იქნებოდა, როგორც მე წარმომიდგენია, გარკვეულწილად. რატომ მისცა დემოკრატიულად არჩეულმა ქნესეთმა თავისუფლება ასე ხელფეხი შეეკრათ და თანაც თითქმის ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე? ეს მართლაც შესანიშნავი კითხვაა და ვფიქრობ ძალიან ბევრი კარგი პასუხი არსებობს. საქმე არ არის იმაში, რომ კარგი პასუხები არ არსებობს, არამედ იმაში, რომ ძალიან ბევრი კარგი პასუხია. მომეცი საშუალება რამდენიმე მათგანი ჩამოთვალო. ჩემი პირველი პასუხი, რომელიც შეიძლება არც ისე სამართლიანად ჟღერს, მაგრამ ვფიქრობ ღირს ამის თმა, არის ის, რომ გარკვეულწილად ამას მნიშვნელობა არ აქვს. და რასაც ამით გულისხმობ არის ის, რომ მინდა წაიგითხვეთ ჩემი წიგნი, რადგან მინდა გაიგოთ, რამდენად ძიმეა სიტუაცია, როგორ მივედით ნიუდით აქამდე, როგორ მივეცით ამის უფლება და რატომ იყო ისრაელის ქნესეთი ან ამომრჩეველი ასეთი გულგრილი, ან თუნდაც დაუდევარი, რომ ეს მომხდარიყო. კარგი, გულისხმობ იმას, რომ შეგვიძლია უსასრულოდ ვაანალიზოთ, როგორ მოხდა ეს. მაგრამ რაც რეალურად მნიშვნელოვანია, ან მე ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანია, არის იმის გაგება სად ვართ ახლა და არა მხოლოდ როგორ მივედით აქამდე და იმის გააზრება, რამდენად მძიმეა სიტუაცია და რამდენად საჭიროა მისი შეცვლა. თუმცა ეს არ არის ნამდვილი პასუხი თქვენს კითხვაზე. ასე რომ ნება მომეცით, რამდენიმე პასუხი შემოგთავაზოთ. ერთი არის თავად ისრაელის მთავრობის დაბნეული და ქაოტური ბულება. ისრაელის მთავრობები ყოველთვის კოალიციური მთავრობებია. ისინი ცნობილია თავიანთი არასტაბილურობით. ისრაელის საშუალო მთავრობის არსებობის ვადა დაახლოებით 2 წელია, სანამ ის დაიშლება. და რაღაცა ისრაელის მთავრობის კონსტიტუციურ წესრიგში, რაღაცა ინსტიტუციურ ჩარჩოშია ისრაელის მთავრობის, ხდის მას ძალიან მოუმზადებელს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს, განიხილოს და სწორად იმსჯელოს. და იფიქროს ამაზე, შემდეგ კი გაუნკლავდეს ესეთი სახის ძალაუფლების მიტაცებას სასამართლოს მხრიდან. ასე რომ, სტრუქტურული თვალსაზრისით, ისრაელის მთავრობა ყოველთვის აშკარად დასუსტებულ მდგომარეობაში იყო და ბევრი ამბობს, რომ ამას გრძნობს კიდეც. და მე მხოლოდ ერთ მაგალითს მოგიყვანთ. 90-იანი წლების დასაწყისში ისრაელის უზენაესმა სასამართლომ აიძულა პრემიერ-მინისტრი იცხაკ რაბინი, რომელიც მემარცხენე ლეიბორისტული პრემიერ-მინისტრი იყო მემარცხენე კოალიციაში. მათ აიძულეს, რომ გაეთავისუფლებინა 2 კაბინეტის მინისტრი, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი. ამას ეწოდება ცნობილი დერი დოქტრინა. როდესაც სასამართლომ ეს გააკეთა, რაბინმა თითქმის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწია. იცით, იცხაკ რაბინი ბევრ თვალსაზრისში მართლაც ისრაელის მემარცხენე ელიტის ძველი გვარდიის ნაწილი იყო. რა თქმა უნდა, ის ტრაგიკულად მოკლეს და მოკლეს 1995 წელს. და ის, იცით, სუსტი ადამიანი არ იყო. ძალიან სერიოზული კაცი იყო და მას დიდი მხარდაჭერა და ზურგი ჰქონდა ისრაელის პოლიტიკურ წრეებში. და მიუხედავად ამისა, ის არ იყო მზად დაპირისპირებოდა სასამართლოს ამ აღმაშფოთებელ საკითხზე. საკითხზე, სადაც სასამართლომ უბრალოდ უთხრა, გაეთავისუფლებინა თავისი კაბინეტის მინისტრები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ამიტომ და ერთ-ერთი ახსნა ამისთვის, რაც ძალიან ნათლად ჩანს, არის მისი უნარობა კოალიციურ პარტნიორებთან, მართლ პარტნიორებთან მიმართებაში, რომ საერთოდ არ ჰქონდა დრო ეფიქრა რა ხდებოდა, გაეგო რა ხდებოდა. ასე რომ, ეს არის პასუხის ერთი ნაწილი. პასუხის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ჩემი აზრით ისრაელის სასამართლო უზენაესობის მომხრეებს ნამდვილად არ მოსწონთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ესეც ნაწილია. არის ის, რომ ისრაელის პოლიტიკური კლასი და ისრაელის ამომრჩეველი წლების განმავლობაში ძალიან თავშეკავებულები იყვნენ და მათ ჰქონდათ უზარმაზარი პატივისცემა. ადრე მათ უზარმაზარი პატივისცემა ჰქონდათ ისრაელის უზენაესი სასამართლოს, როგორც ინსტიტუციის მიმართ. და სწორედ ამ პატივისცემის გამო ისინი ცდილობდნენ თავი შეეკავებინათ უფრო აგრესიული ზომებისგან ისრაელის უზენაესი სასამართლოს წინააღმდეგ. და მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, რომ ეცადათ და შეეცვალათ ისრაელის უზენაესი სასამართლოს კურსი ისე,
რომ ეს არ გადაზრდილიყო ღია დაპირისპირებაში, ომში, ან ძალაუფლების ბალანსის ფუნდამენტურ ცვლილებაში. ამიტომაც ისინი ცდილობდნენ დაენიშნათ მოსამართლეები, რომლებიც უფრო თანაგრძნობით იყვნენ განწყობილი მათი შეხედულებების მიმართ, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ ეს დაბლოკა. ისინი ცდილობდნენ მიეღოთ უფრო მკაფიო კანონები, რომლებიც შეცვლიდა უზენაესი სასამართლოს ზოგიერთი გადაწყვეტილებას. უზენაესმა სასამართლომ ეს იგნორირება გაუკეთა, ან როგორც ამბობდნენ, ისე განმარტა, რომ ზუსტად საპირისპირო მნიშვნელობა მისცა იმას, რაც წერია. ამიტომ ვფიქრობ, ერთ-ერთი ახსნა, რომელიც ხალხს არ მოსდევს, სწორედ ეს არის. ისრაელის პოლიტიკურმა კლასმა, განსაკუთრებით კი მემარჯვენეებთან და ისრაელის ამომრჩეველმა, ბოლოს 3-4 ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებული თავშეკავება გამოიჩინა. სანამ არ მივიდნენ იმ წერტილამდე, როცა აღარ ჰქონდათ სხვა არჩევანი. გარდა იმისა, რომ ეს საკითხი უფრო აგრესიული და პირდაპირი ზომებით მოეგვარებინათ. უზენაესი სასამართლოს ძალაუფლების ძალიან აგრესიულად შეზღუდვით და ეს უფრო მეტად გამოჩნდა 2023 წლის რეფორმის წინადადებებში. კიდევ ორ მიზეზს აღნიშნავ ამასთან დაკავშირებით, სანამ გავაგრძელებთ. ერთი მიზეზი უკავშირდება იმას, რაც ამ ყველაფრის ბნელ და ბოროტ მხარეს წარმოადგენს და ამაზე წიგნში საკმაოდ დეტალურად საუბრობ. ისრაელის პოლიტიკოსები და მაღალი თანამდებობის პირები, არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ხელისუფლების გარეთაც, სინამდვილეში შიშობენ, რომ ფაქტობრივად პოლიტიკური დისიდენტები გახდებიან. და ამას იმიტომ ვამბობ, რომ ისრაელის უზენაესმა სასამართლომ, სამართალდამცავი ორგანოები და კრიმინალური მართლმსაჯულების სისტემა იარაღად აქცია. პოლიტიკოსების დასაშინებლად და იმისთვის, რომ შეაშინოს ისრაელის სასამართლო ხელისუფლებისა და უზენაესი სასამართლოს პოტენციური მოწინააღმდეგეები. და ეს არ არის შეთქმულების თეორია. ვფიქრობ, ეს წიგნში ძალიან დამაჯერებლად არის ნაჩვენები. ეს არის საკითხი, რომელიც ისრაელის საზოგადოებაში ბევრ წრეში ღიად განიხილება. და ამის საილუსტრაციოდ ყველაზე დიდი მაგალითი ამ ყველაფრისა უკავშირდება იცხაკ რაბინს 1993 წელს, როცა სასამართლომ დაიწყო თავისი დერის დოქტრინის გამოყენება. Deri's doctrine ნიშნავს უბრალოდ იმას, რომ ნებისმიერ სისხლის სამართლის პროკურორს ფაქტობრივად შეუძლია გადააყენოს მოქმედი კაბინეტის მინისტრი, ან მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი, ან ვინც არ უნდა იყოს. იმიტომ რომ სასამართლომ დაადგინა, რომ თუ შენს წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება, ან წაყენებულია ბრალდება, მაშინ მაშინ ის პირი უნდა გადაყენდეს, ან იძულებულია გადადგეს. და ამან ფაქტობრივად impeachment-ის ძალაუფლება სასამართლოსა და სისხლის სამართლის პროკურორებს გადააბარა, რომლებიც ასრულებენ სასამართლოს მითითებებს. და ეს საშინელი ძალაუფლება, რომელიც თითქმის არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ იქნებოდა მისაღები, სამართალდამცავებმა და სასამართლოს სხვადასხვა წარმომადგენლებმა უზარმაზარი და დამანგრეველი შედეგებით ბოროტად გამოიყენეს. არსებობს გრძელი სია სასამართლოს მოწინააღმდეგეებისა და ისრაელის უზენაესი სასამართლოს კრიტიკოსებისა, რომლებმაც თავიანთი სამუშაო დაკარგეს. ან კიდევ ბევრად უარესი, ისინი, ვინც რეალურად გაეხლნენ ხალხ და უსაფუძვლო სისხლის სამართლის საქმეებში, რამაც ფაქტობრივად დაასრულა მათი პოლიტიკური კარიერა. ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ბევრად უარესიც ხდებოდა. ეს არის ბნელი, უფრო ბოროტი მხარე იმისა, თუ როგორ იტანებს სასამართლო თავის ძალაუფლებას, ინსტიტუციურ ძალაუფლებას, თავრობის სხვა შტოებზე. და კიდევ ერთხელ, ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც მინდა რომ ყურადღება მიაქციოთ. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის. ეს არ არის Jonathan Green, რომელიც აქ რაღაცა შეთქმულების თეორიებს ავრცელებს. ყველაფერი ასაც ვალწერ წიგნში ძალიან დეტალურად არის დასაბუთებული, არა მხოლოდ ფაქტებითა და ისტორიების და ასე შემდეგ. არა მარტო ის, თუ როგორ არის ეს გადმოცემული და არგუმენტირებულია ისრაელის მაღალი რანგის იურისტების, სამართლის პროფესორების, მოსამართლეების მიერ და სწორედ ისინი ამბობენ ამას. და ეს არ არის უბრალოდ ისრაელ-ამერიკელი იურისტი Jonathan Green. ბოლო მიზეზი, რომელსაც ძალიან მოკლედ აღვნიშნავ, და ეს არის ის, რასაც ამერიკელები ნამდვილად ვერ აფასებენ და ისრაელის გარეთ ყოფი ხალხიც ვერ აფასებს. სინამდვილეში ეს ის არის, რასაც ისრაელელებიც ვერ აფასებენ, რამდენად იზოლირებულია და განცალკევებულია ისრაელი სხვა დემოკრატიული ქვეყნებისგან. და ფაქტია, რომ დასავლეთის უმეტესობას და დემოკრატიულ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა რა ხდება ისრაელში. და ისრაელის მოსახლეობის უმეტესობასაც არ აქვს წარმოდგენა რა ხდება უმეტეს დემოკრატიულ ქვეყანაში, რადგან მსოფლიოს უმეტეს დემოკრატიულ ქვეყანას, განსაკუთრებით კი დასავლურ დემოკრატიებს, აქვთ მათთან შედარებადი ქვეყნები. მათ ყავთ მონათესავე ქვეყნები, რომლეთთანაც აქვთ უმარტივესი, რეგულარული, რუტინული იდეებისა და ინფორმაციის გაცვლა. ხოლასე, და ეს შეიძლება იყოს ენობრივი, ტერიტორიული, გეოგრაფიული, კულტურული ან ეთნიკური კავშირი. მაგრამ ეს სამიდან ერთია და ხშირად ერთზე მეტი. ყველა დასავლურ ქვეყანას მსოფლიოში ხალხს სხვა ქვეყნები, რომლეთანაც ისინი რეგულარულად ურთიერთობენ სოციალურ, საზოგადოებრივ, დემოგრაფიულ დონეზე. ისრაელს ასეთი არც ერთი არ ჰყავს. ასე რომ, როცა ერთმა მკითხეს, მარფა ამჯობინებენ თუ არა ისრაელები მოსამართლეების მმართველობას დემოკრატიაზე, ჩემი პასუხი იყო, ბევრმა ისრაელმა არც კი იცის, რომ განსხვავება არსებობს. და ბევრი ისრაელს, განსაკუთრებით იურიდიულ სკოლებში,
და მთავრობის უფრო მაღალ დონეებზე, განსაკუთრებით მემარცხენე ბანაკში. ასწავლეს, რომ დემოკრატია სინამდვილეში პლატონურ მეურვეობას ნიშნავს. ეს სინამდვილეში ნიშნავს ფილოსოფოს მეფეებს, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი იდეოლოგიური შეხედულებები და ღირებულებები მოახვიონ დანარჩენ საზოგადოებას, ამ მომრჩევლის ნების მიუხედავად, დემოკრატიული პროცესის მიუხედავად, კანონის მიუხედავად. ბევრი ადამიანი ნამდვილად ასე ფიქრობს და მათ უკეთესი არ იციან. ინგლისური საერთო სამართლის და რა თქმა უნდა ამერიკული სამართლის ორი ძირითადი პრინციპი, როგორც უკვე ახსენეთ, არის ლეგიტიმაცია და სასამართლო კომპეტენცია, რომლებიც ზღუდავს სარჩელების და მოსამართლეების ჩარევის შესაძლებლობას სხვადასხვა დავაში. თუმცა ისრაელის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები არ თვლიან, რომ ეს პრინციპები მათ საქმიანობას ეხება. თქვენ უკვე გარკვეულწილად ახსენით, რა არის ეს პრინციპები და რატომ არ ვრცელდება ისინი ამჟამად ისრაელის უზენაეს სასამართლოზე. მაგრამ როგორ მოახერხა მოსამართლე ბარაკმა იცით, თითქოს არაფრიდან გამოეყვანა ეს იდეა, რომ სასამართლოს უფლება ჰქონდა ნებისმიერ საკითხში ისმიერ საკითხში ჩარეულიყო. გულისხმობ, რომ ზედამხედველობა გაეწია მთავრობის ყველა ასპექტზე და ამას არ ქონოდა არანაირი შეზღუდვა. რატომ გააკეთა მან ეს? რატომ გააკეთა მან იცით? ფიქრობ, ამაზე უკვე ვისაუბრეთ, შევეთ კიდეც. იყო ეს პოლიტიკა, თუ ისრაელის საზოგადოებაში განწყობის ცვლილება, მაგრამ საიდან მოდიოდა ეს? იდეა იმის შესახებ, რომ სასამართლო შეეძლო ყველაფერს თავზე გადაევლო. გულისხმობ ეს რაღაცით შუა საუკუნეების მონარქიაში მეფის ძალაუფლებას გავს. არ არსებობდა მეფის ძალაუფლების საზღვარი, იცით, რომ გაეკეთებინა ის, რაც სურდა. იცით, როგორც ძველი ფრანგული გამონათქვამი ამბობს, c'est le vouloir de roi, c'est le vouloir de loi. მეფის ნება არის კანონის ნებაება. სწორია. როგორ გახდა ისრაელის უზენაესი სასამართლო ისრაელის მეფე? სწორია, ეს არის ორსემოდეტა, ან რაც უნდა იყოს, ხომ? ან სახელმწიფო მეوار. დიახ, ეს შესანიშნავი კითხვა. ვფიქრობ, ალბათ იცით, სხვადასხვა კონკურენტი პასუხებია, მაგრამ რამდენიმე რამ სწრაფად გეტყვით, რომ პირველ რიგში აჰარონ ბარაკი თავად იყო და არის ბრწყინვალე იურისტი. დიახ. ის ჯერ კიდევ ცოცხალია. წარსულში ვერ ვახსენებთ. არ ვიცი იყო თუ არა ის ბრწყინვალე, ანუ არ ვიცი ისევ ბრწყინვალეა თუ არა, მაგრამ იმ დროს ნამდვილად ასე მიიჩნევდა და ხუმრობით ვამბობ, რა თქმა უნდა, ის ახლაც ბრწყინვალე იურისტია. ბევრ მხრივ ნამდვილი იურიდიული wonderkindi და ვფიქრობ, ამას ვერავინ წაართმევს. ის ასევე დაჯილდოებული იყო კიდევ ორი მნიშვნელოვანი თვისებით, რომლებიც გადამწყვეტი იყო იმაში, თუ როგორ ახორციელებდა ამას. ერთი იყო გამორჩეული ხარიზმა. და იცით, ბევრ თავის მოწინააღმდეგესთან პირადი ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნების უნარი, ინტელექტუალურ, პოლიტიკურ, იდეოლოგიურ და ასე შემდეგ. და მესამე არის ერთგვარი პოლიტიკური გონიერება. და ბევრს ეს აქვს განხილული და კიდევ ერთხელ ეს არ არის შეთქმულების თეორია. ბევრ ადამიანს ეს აქვს განხილული, მათ შორის ბარაკის მხარდამჭერებსაც. ბევრი საუბრობს ბარაკის ასეთ წოდებულ სტრატეგიულ სასამართლოზე და იმ დახვეთილობაზე, რითაც აჰარონ ბარაკმა და მისმა მოკავშირეებმა განახორციელეს თავიანთი რეფორმები და ცვლილებები ისრაელის სასამართლო ძალაუფლებაში. ეჩუგარეშია, რომ პირველ რიგში იმისთვის, რომ დაეჭირა მხარი თავისი ქმედებებისთვის, ბარაკმა წარმოუდგენლად ძლიერი იურიდიული არგუმენტები მოიყვანა, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლაც ძალიან რთული იყო. და მისი მეტოქეების უმრავლესობას, იქნება ეს პოლიტიკური თუ იურიდიული სფეროდან, უბრალოდ არ ქონდა საკმარის ინსტრუმენტები, იურიდიული ცოდნა, დრო ან შესაძლებლობა, რომ სერიოზულად შეპასუხებოდნენ ამ არგუმენტებს. და როცა ვინმე საბოლოოდ გააცნობიერა რა ხდებოდა, ან როცა ამ ტიპის ინტელექტუალური არგუმენტები საბოლოოდ ჩამოყალიბდა და ძალალა მოიკრიბა, უკვე ყველაფერი დასრულებული იყო. და თითქოს საქმე უკვე მომხდარი იყო. მაგრამ გარდა ამისა, აჰარონ ბარაკმა და მისმა სასამართლომ ისრაელის სასამართლო ძალაუფლებაში რეფორმები ძალიან ნელა და ეტაპობრივად განახორციელეს. ამ მხრივ ისინი ძალიან გონივრულად და სტრატეგიულად მიუდგნენ ამ პროცესს. მაგალითად, ხშირად ისინი აფართოებდნენ კონკრეტულ დოქტრინას ან სასამართლოს ძალაუფლების რომელიმე ელემენტს. მაგრამ ამას აკეთებენ განსხვავებულ აზრში, ან ასე, ან. ჰაუნბახი ამას აკეთებდა განსხვავებულ აზრში, ან აკეთებდა იმაში, რასაც დიქტა ეწოდება, რაც ნიშნავს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომელიც რეალურად არ არის გადაწყვეტილების განუყოფელი ნაწილი. ეს არ არის, ეს ეხება იმგვარ სამართლებრივ არგუმენტაციას, იმგვარ თეორიებს, რაც დგას სასამართლოს ქმედებების უკან. ეს არ არის რეალური სავალდებულო გადაწყვეტილების ძირითადი ნაწილი. მაგრამ დიქტასა და განსხვავებული აზრების მეშვეობით, სასამართლო შეიმუშავებდა თეორიების ერთობლიობას. და შემდეგ საკმაოდ არაგულწრფელად, უნდა ვთქვა, საკმაოდ არაგულწრფელად, საკმაოდ ეშმაკურად, სასამართლო, განსაკუთრებით აჰარონ ბარაკი, ცნობილია ამით, შემდეგ ისინი უკუქცევით მიუთითებდნენ ამ არგუმენტებზე, თითქოს ეს უკვე დადგენილი კანონი იყოს. ასე რომ,
აჰარონ ბარაკი, როგორც ცნობილია, გარკვეულ გადაწყვეტილებაში, როცა მას უმრავლესობა ყავდა და თავისი ხალხი უკან ედგა, მიუთითებდა თავის ან სხვის განსხვავებულ აზრზე. ის მიუთითებდა იმაზე, რაც უბრალოდ დიქტა იყო და აშკარად არ იყო დამკვიდრებული სამართალი. და უბრალოდ წარმოაჩენდა, თითქოს ეს უკვე გადაწყვეტილი საკითხია. თითქოს ეს უკვე სასამართლოს ხანგრძლივი დოქტრინაა და ჩვენ არაფერს ახალს არ ვაკეთებთ. ჩვენ არ ვავითარებთ ახალ დოქტრინებს. უბრალოდ უკვე დამკვიდრებულ სამართალს ვიყენებთ. და ამის ბოლო ელემენტია ის, რომ სასამართლო ასევე ძალიან სტრატეგიულად იღებდა გადაწყვეტილებებს ისეთ საკითხებზე, რომლებიც ნაკლებად იწვევდა საზოგადოებრივ ყურადღებას, ნაკლებად აღძრავდა პოლიტიკურ რისხვას და ნაკლებად ქმნიდა პოლიტიკურ უკუშედეგს. ხშირად სასამართლო ავითარებდა ახალ ან რადიკალურ თეორიას, მაგრამ არა უქმებდა განხილულ კანონს. ის, ესე ვთქვათ, კანონს ძალაში ტოვებდა, მაგრამ ამას აკეთებდა სრულიად რადიკალური თეორიის საფუძველზე, იურიდიული თეორიის, რომელსაც არც კანონში და არც კონსტიტუციურ თეორიაში არ აქვს საფუძველი და ასე შემდეგ. ან გაუქმებდა კანონს, ხომ ასეა? გამოცდიდა ახალ დოქტრინას, ან გაუქმებდა მთავრობის რომელიმე ქმედებას, მაგრამ ამას გააკეთებდა რაღაც უნიშნელო მიზეზით, რაც თავიდანვე ძალიან არაპოპულარული იყო. ან რც არ უნდა ყოფილიყო. და ამ გზით, ესე ვთქვათ, ამყარებს თავის ძალაუფლებას. იმ შემთხვევაში, როცა პოლიტიკურ კლასს ან პოლიტიკურ მოქმედ პირებს არ აქვთ ნამდვილი ნება და საზოგადოებრივი მხარდაჭერა, რომ სათანადოდ შეეწინააღმდეგონ მას, სასამართლო ამით ამყარებს თავის ძალაუფლებას. ასე რომ რეალური მაგალითი აქ არის ბაყალი, რომელიც ნელა იხარშება წყალში. თავიდან წყალი ცივია და შემდეგ თითო გრადუსით იზრდება ტემპერატურა. სალამ უკვე ძალიან გვიან არ ხდება ბაყაყისთვის გააცნობიეროს, რომ წყალი უკვე დუხს და ვეღარ გამოდის. ეს ძალიან ზუსტი აღწერა იმისა, თუ როგორ ახორციელებდა უზენაესი სასამართლო თავის ცვლილებებს. მაგრამ ბოლო ნაწილი, რასაც ამ ყველაფერზე ვიტყვი, რა თქმა უნდა და ეს კრიტიკულია. ეს უბრუნდება იმ უფრო სოციოლოგიურ და კულტურულ არგუმენტებს, რომლებსაც თქვენ აყენებთ. სასამართლოს მკაფიო მხარდაჭერა ჰქონდა ისრაელის პოლიტიკური კლასის ძალიან დიდი ნაწილისგან, მათ შორის მემარჯვენეებისგანაც. ისინი ვინც მეტისმეტად გულუფხულოები იყვნენ იმის გასაგებად რაც ხდებოდა, ან მეტისმეტად უცოდინარები, ან ისინი ვინც მემარჯვენეებად ითვლებოდნენ, მაგრამ ელიტებს ეკუთვნოდნენ და ამიტომ არ სურდათ სასამართლოსთვის წინააღმდეგობის გაწევა ამ საკითხში. და ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, სასამართლოს სხვა მთავარი ელიტური ძალაუფლების ცენტრების მხარდაჭერაც ჰქონდა. იქნება ეს სამხედრო სფეროში, მედიაში, უმაღლეს განათლებაში თუ სხვა მსგავს სფეროებში, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო. რომლებიც იმავე კულტურული, პოლიტიკური ზუსტად ესეა. და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ეკუთვნიან ერთსა და იმავე კულტურულ ელიტას და იზიარებენ ერთსა და იმავე შეხედულებებს. იქნება ეს სასამართლო ძალაუფლებაზე, თუ იმ არსებით შედეგებზე, რასაც სასამართლო ქმნის. ასე რომ, სასამართლომ ყოველთვის იცოდა ეს და ვფიქრობ 2023 წელს ეს ფაქტობრივად დამტკიცდა. ჩვენ მართლაც ვიხილეთ, როგორ გამოიცადა ეს და დადასტურდა, რომ ასეა. რომ სასამართლოს სუპრემაცისტულ და ანტიდემოკრატიულ ქმედებებსა და მიდრეკილებებს ყოველთვის ჰქონდა ასეთი მხარდაჭერა ისრაელის საზოგადოების მნიშვნელოვან და გავლენიან ფენებში. ბოლოს ერთი შენიშვნა ამ კონტექსტში არ ვიცი ალას გულისხმობდით თუ არა, მაგრამ ამაზეც იგივე საუბრობ. ეს რა არის? ისრაელი ასევე განსხვავდება თავისი დასავლელი ანალოგებისგან იმით, რომ მას არ აქვს იგივე ლიბერალურ დემოკრატიული წარმოდგენები მთავრობის ძალაუფლების შესახებ. და რასაც ამით გულისხმობ, ეს არ არის ის, რასაც ზოგჯერ ადამიანები ამბობენ, როცა საუბარია კანონის უზენაესობაზე, ინდივიდუალურ თავისუფლებებზე ან მსგავს საკითხებზე. სინამდვილეში ეს საერთოდ არ ეხება ამას. ეს ეხება ძირითად წარმოდგენას, რომ ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს, ბოდიში მოსახლეობას და დემოს, რომელიც სუვერენულია, ხომ ასეა? სახალხო სუვერენიტეტის იდეა, ხალხის უზენაესი ძალაუფლების იდეა და რომ სწორედ დემოსი, სწორედ ამ მომრჩეველი უნდა იყოს ნდობით აღჭურვი. ისინი არიან საზოგადოების საბოლოო მცველებელი. და რა თქმა უნდა, დემოკრატიული წესრიგის, საზოგადოების ყველაზე პრობლემური ელემენტებიც. საერთოდ მთავრობა და არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის არჩეული ხელისუფლება, არამედ განსაკუთრებით სახელმწიფო მოხელეთა ფენა და სამთავრობო ბიუროკრატია. ისრაელში განსხვავებული ის არის, რომ იქ ამ საკითხს საპირისპირო მიდგომით უდგებიან. და ეს იმიტომ, რომ მრავალი თვალსაზრისით, ისრაელაც ხამოსრი ისრაელი დაარსდა როგორც ბევრად უფრო სოციალისტური მიმართულების ქვეყანა. ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, აშკარა მარქსისტული შეხედულება იყო ისრაელის დაარსების ორიენტაციისა და ეთოსის ნაწილი. ეს მოიცავდა, რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერ ეტატისტურ მიდგომებსაც. ტენდენციებს. და ეს ყველაფერი ძალიან მარტივად ვთქვათ, ნიშნავს იმას, რომ ბევრი ისრაელის საზოგადოებას ამომრჩეველს ეჭვის თვალით უყურებს. ხო ასე, საზოგადოება და ამომრჩეველი დემოკრატიის ყველაზე საშიში ნაწილია, ასე ვთქვათ.
და სახელმწიფო ბიუროკრატია, არა არჩეული მოხელეები, ისინი აუცილებელი ბოროტებაა. ისინი მოქმედებენ არჩევნების და სხვა მსგავსი არაწმინდა მოდივები. მაგრამ ეს არის სახელმწიფო ბიუროკრატია და საჯარო სამსახური და ეს დამკვიდრებული კლასი. მათ უნდა ვენდოთ. ესე რომ ვთქვათ ეს ცოტა უფრო მოკლედ, თქვენ გააქვთ ეს შებრუნებული, სრულიად განსხვავებული მიდგომა სახელმწიფო ძალაუფლებასთან. ისრაელის საზოგადოების დიდი ნაწილი ბევრად უფრო მზადაა ენდოს დამკვიდრებულ ბიუროკრატიას, მათ შორის სასამართლო სისტემას და ბევრად ნაკლებად მზადაა ენდოს დემოკრატიულ პროცესს, ამომრჩეველს და თავად დემოს. და ეს ბევრად ამარტივებს იმგვარი სასამართლო უზენაესობის მიღებასა და მხარდაჭერას, როგორც ბოლო 4 ათწლეულის განმავლობაში ისრაელის უზენაესი სასამართლოს ქმედებებში ვიხილეთ. დიახ, ვფიქრობ ეს მართლაც არსებით საკითხს ეხება. იცით, მთელი აზრი, იცით, შეერთებულ შტატებში დემოკრატიული სისტემის არის ეს კონცეფცია. ეს არის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში, რომ იცით, ადამიანები თავიანთი შემოქმედისგან გარკვეული უფლებებით არიან დაჯილდოებულნი. და რომ იცით, ინდივიდის უფლებები არ არის მთავრობის ან მონარქის საჩუქარი. ისინი თავადვე ეძლევათ, იცით, ღმერთისგან. ეს ჯერ კიდევ არის რაღაც, რასაც ზოგი მემარცხენე ამერიკაში ეწინააღმდეგება, მაგრამ ეს, იცით, დაფიქსირებულია დამფუძნებელ დოკუმენტებში. და აშკარად ისრაელის სასამართლო ელიტები, რომლებმაც იცით ეს სასამართლოს უზენაესობა თავს მოახუეს ქვეყანას, საერთოდ არ სჯერათ ამის. და მართლაც, მთელი აზრი იმ მოძრაობისა, რომელიც დემოკრატიის დასაცავად დაიწყო და 2023 წელს ისრაელის ქუჩებში გამოვიდა, იყო უნდობლობა ხალხის მიმართ. და რწმენა ალბათ, რომ იცით, პოლიტიკური დაპირისპირების ერთ მხარეს, ასე ვთქვათ, მარჯვნივ და მარცხნივ. იცით, რომ ისინი აგებდნენ და რომ მათ, იცით როცა. ნეთანიაჰუმ და მისმა კოალიციამ გაიმარჯვეს 2022 წელს და ჰქონდათ იცით მცირე, მაგრამ მაინც რეალური უმრავლესობა, რომ შეიძლება ისინი აღარასდროს მოიგებენ არჩევნებს. და ამიტომ მათ უნდა შეექმნათ სასამართლოს დაცვის მექანიზმი იმისთვის, რომ დაეცოთ ძალაუფლება. ფიქრობ ეს მისი კრიტიკული მახასიათებელია და მგონია არის გზა, რომ რაღაცა მსგავსი ვთქვათ, ანუ არის გზა, რომ თავიდან ჩამოვაყალიბო, როგორც თქვენი ნათქვამი, ასევე ჩემი ნათქვამი. ისე რომ უფრო კეთილდანწყობილად, უფრო გულუხვად შევხედოთ სასამართლოს, თითქოს საუკეთესო შუქზე დავაყენოთ ის, რაც სასამართლომ გააკეთა და რასაც აკეთებს. ჩვენ გვინდა სამართლიანები ვიყოთ. აბსოლუტურად. ამას იმიტომ ამბობ, რომ ვფიქრობ ეს ჩემს არგუმენტსაც ამყარებს, მაგრამ რასაც გულისხმობ არის ის, რომ ვეთანხმები იმას, რაც თქვი. ვეთანხმები იმასაც, რაც მე ვთქვი, მაგრამ მოდი ასე შევხედოთ. დაუშვათ, ყველაზე კეთილგანწყობილ და გულუხ ვერსიაში იმისა, რაც სასამართლომ გააკეთა. სასამართლომ და მისმა მხარდამჭერებმა ეს აღიარეს. ისრაელის მართლობის სისტემას სხვადასხვა ნაკლი აქვს და მას არ აქვს საკმარისი ბალანსი უმრავლესობის ძალაუფლებაზე. ხომ ასეა? და ვთქვათ, რომ სასამართლო და მისი მხარდამჭერები უარყოფენ ასეთი ტიპის სუფთა შეუზღუდავი დემოკრატიის ხედვას. და ამბობენ, რომ უმრავლესობის მმართველობა ყველაფერი არ არის. სახალხო სუვერენიტეტი ყველაფერი არ არის. ყველანი ვთანხმდებით, რომ ხალხის ძალაუფლებაზე უნდა არსებობდეს ბალანსი. ყველანი ვთანხმდებით, რომ უმრავლესობის ძალაუფლებაზე უნდა არსებობდეს ბალანსი და შეზღუდვები და ასე შემდეგ. ვთქვათ, რომ ამას ამბობს სასამართლო. და ვფიქრობ, იცით, ბევრ ადამიანს აშშ-ში და დასავლეთის ქვეყნებში, ბევრ კონსტიტუციონალისტს ჩემსავით, ეს თეორიულადაც კი ეთანხმება. ანუ ვეთანხმებით იმას, რომ იდეალურ დემოკრატიაში ალბათ უნდა არსებობდეს წერილობითი კონსტიტუცია. უნდა არსებობდეს სხვადასხვა დახვეწილი მექანიზმები, რომლებიც აბალანსებს, ზღუდავს, ან აფერხებს უმრავლესობის ძალაუფლებას და ასე შემდეგ. და ასე შემდეგ. რასაც სასამართლომ გააკეთა, განსაკუთრებით 1995 წელს, თავისი კონსტიტუციური რევოლუციით და ისრაელის კონსტიტუციის შექმნით. მაგრამ უფრო ფართო მნიშვნელობითაც იყო ის, რომ თქვა, შემოწმებისა და ბალანსის მექანიზმების არარსებობის ის პირობებში, რომელსაც ჩვენ საკმარისად მივიჩნევთ, ხომ ასეა? ჩვენ მოსამართლეები, შემოწმებისა და ბალანსის იმ მექანიზმების არარსებობის პირობებში, რომელსაც ჩვენ მოსამართლეები საკმარისად მივიჩნევთ, უბრალოდ დავაწესებთ ამ შეზღუდვებს ისრაელის მთავრობაზე, ისრაელის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და არსებითად ისრაელის საზოგადოებაზე და ისრაელის ამომრჩეველზე. და ამას გავაკეთებთ კანონის გაუთვალისწინებლად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ჩვენ ამას გავაკეთებთ საზოგადოებრივი დისკუსიის გარეშე. ჩვენ ამას გავაკეთებთ საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის ან უფლებამოსილების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ ამომრჩეველს არასოდეს კითხეს აზრი, არასოდეს მიუწია თანხმობა ან მხარდაჭერა ამ ყველაფრისთვის. ასე რომ ისრაელის უზენაესმა სასამართლომ ჩაატარა ეს ექსპერიმენტი იძულებითი კონსტიტუციონალიზმის. და მან თქვა, ჩვენ გვინდა რომ ისრაელის უზენაესმა სასამართლომ თქვა, გვინდა ისრაელი გავხადოთ კონსტიტუციური დემოკრატია, დემოკრატიული კონსტიტუციის გარეშე.
და რაც ვიხილეთ და თქვათ ეს არის ისრაელის უზენაესი სასამართლოს ქმედებების საუკეთესო მხარე რაც გააკეთა. თქვათ რომ ეს გააკეთა, დაუშვათ. მე არ ვფიქრობ რომ ეს ასეა, მაგრამ თქვათ რომ ეს გააკეთა ყველაზე წმინდა განზრახვებით და ყველაზე კეთილშობილური მიზნებით. გრძნობებით და ასე შემდეგ. ეს ექსპერიმენტი კატასტროფული მარცხით დასრულდა. და ეს არის გაკვეთილი მთელი მსოფლიოს ქვეყნებისთვის, რომლებიც განიხილავენ უკონტროლო სასამართლო ძალაუფლებას, როგორც გამოსავალს პოლიტიკის, სისტემური თუ სტრუქტურული საკითხების გადასაჭრელად საკუთარ ქვეყანაში. ადმეს მთლიანად ჩამოიშალა. საზოგადოება ლეს უარყო. ისრაელის ამომრჩევლის დიდი ნაწილი არ ეთანხმება არც იმ შედეგებს, რაც სასამართლომ გამოიტანა. და ფაქტობრივად მთლიანად უარი თქვა კონსტიტუციონალიზმზე. ამ მხრივ სასამართლოს ექსპერიმენტი უკუ შედეგით დასრულდა, რაც ნიშნავს, რომ ახლა უფრო ცოტა ისრაელელს ვიდრე ოდესმე სჯერა იმ იდეის, რომ სასამართლომ მთავრობას კონსტიტუციური შეზღუდვები დაუწესოს, რადგან სასამართლომ ამ საქმეში საკუთარი თავის სრულიად ნენდობად პარტნიორად წარმოაჩინა. და ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ნდობა ბევრ ისრაელის ინსტიტუტის, განსაკუთრებით კი უზენაესი სასამართლოს მიმართ მკვეთრად დაეცა. ის უბრალოდ უფსკრულში ჩავარდა. და ყველაზე მეტად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ესენი. სასამართლოს ექსპერიმენტმა კონსტიტუციონალიზმის გზაზე რადიკალურად შეასუსტა ისრაელელების უნარი, რომ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დონეზე ერთმანეთთან ნორმალური თანაცხოვრება შეძლონ. და რაც სასამართლომ გააკეთა არის ის, რომ მან მისცა სტიმული განსაკუთრებით პოლიტიკურ მემარცხენე-ფრთას, მაგრამ უფრო ფართოდ ისრაელის საზოგადოების სხვადასხვა ბანაკეთს. მან მისცა მათ სტიმული, რომ გამაგრდნენ თავიანთ პოზიციებში და კიდევ უფრო პოლარიზებულები გახდნენ. და რაც სასამართლო არსებითად ეუბნება საზოგადოების დიდ ნაწილს, არის ის, რომ არ გჭირდებათ ერთმანეთის, ესე ვთქვათ, შეშფოთებების ან უკმაყოფილებების აღიარება. ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ, არის კომპიუტერში რაღაცის დაწერა, ხელმოწერა ქვემოთ, გამოჩენა ისრაელის უზენაეს სასამართლოში, მცირე თანხის გადახდა და დალარჩენს უზენაესი სასამართლო იზამს. და უზენაესი სასამართლო დააწესებს თქვენს სასურველ პოლიტიკას. ის დანარჩენ საზოგადოებაზე დააწესებს თქვენს სასურველ დემოკრატიულ მექანიზმს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. და დაგტოვებთ ამ აზრით ან ამ მოსაზრებით, რომ არ არსებობს დემოკრატიის ან კონსტიტუციონალიზმის თეორია. და პრაქტიკაში არ არსებობს ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია ასეთი სისტემის მხარდაჭერა. არაფერია მსოფლიოში, რაც შეიძლება მხარს უჭერდეს იმ იდეას, რომ სწორედ მოსამართლეები, სწორედ სასამართლოები ქვეყანას თავს ახვევენ კონსტიტუციურ სისტემას. უბრალოდ არ არსებობს ადგილი მსოფლიოში, სადაც ეს კითხვები, ხო ასეა, უნდა ქონდეს კონსტიტუცია, რას უნდა შეიცავდეს ეს კონსტიტუცია, რა არის ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმები, ხო ასეა. წარმოიდგინეთ ფედერალისტთა საზოგადოება, ფედერალისტთა წერილები, ხომ ასეა, ცნობილი ფედერალისტთა წერილები. რა კითხვებზე ცდილობდნენ ისინი პასუხის გაცემას? არ არსებობს ქვეყანა მსოფლიოში, არ არსებობს თეორია მსოფლიოში, რომელიც ამ იდეას უჭერს ხარს, რომ ეს არის მოსამართლეები, ვინც პასუხობს ამ კითხვას, რომ მოსამართლეებიც ხვედენ. რა არის ჩვენი უმრავლესობის ძალაუფლების, შალაუფლების შემზღუდავი მექანიზმები? რა შეზღუდვები უნდა დავაწესოთ მაჟორიტარულ ძალაუფლებაზე და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. და სწორედ ამას ცდილობდა ისრაელის უზენაესი სასამართლო. ეს არის ის, რაც მან ფაქტობრივად გააკეთა ბოლო 30 ან 40 წლის განმავლობაში. მან თავისი პასუხები დააკისრა ამ კითხვებზე ისრაელის საზოგადოებას. დიახ, ეს გასაოცარია, ეს მართალია. და ჩემი ბოლო კითხვა. მოდით ვისაუბროთ იმაზე, საით მივდივართ მომავალში. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირების მცდელობებმა თითქმის გახლიჩა ისრაელი 2023 წელს. საერთოდ მიღებულია, რომ ისრაელის საზოგადოებაში არსებული დაყოფა, რომელმაც როგორც იცით, სამოქალაქო ომის შესახებ საუბარს მისცა დასაბამი, რეალური იყო ეს თუ არა ჰამას უბიძგა 7 ოქტომბერს თავდასხმისკენ. რეალისტურია თუ არა წარმოდგენა, რომ თუნდაც ახალი კნესეტის პირობებში, თუნდაც იმავე პარტიამ, რომელმაც ეს 2023 წელს წამოაყენა, კვლავ მოიპოვოს გამარჯვება, რაც როგორც იცით, სულაც არ არის გარანტირებული, ზოგი ამბობს, რომ ეს საერთოდ არ მოხდება. შეიძლება თუ არა, რომ ეს კანონპროექტი ახლა მომავალში მიიღონ, მიუხედავად იმისა, რომ მისი მიღება ძალიან საჭიროა. შეუძლია თუ არა დემონსტრანტებს, რომლებიც 2023 წელს ქუჩაში გამოვიდნენ და მათ ელიტურ მხარდამჭერებსა და მოკავშირეებს შირეებს რეფორმის გადადება განუსაზღვრელი ვადით. იმიტომ რომ არსებობს ასეთი აზრი, რომ თუ ისრაელმა ეს საკითხი უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს, ეს ქვეყანას გაანადგურებს. დარწმენა ზოგიერთი დემონსტრანტის მხრიდან, რომ თუ სისტემა ისეთი არალოგიკური, გიჟური და არადემოკრატიული როგორიც არის, არ დარჩება უცვლელად, მაშინ იტამარ ბენ-გვირი გახდება ისრაელის დიქტატორი და ყველას ცხოვრებას გაანადგურებს.
ფიქრობ თქვენ სვამთ იმ ეგრეთ წოდებულ $1,000,000-იან კითხვას, ანუ საით მივდივართ აქედან და არის თუ არა რაიმე იმედი ცვლილებისთვის, იმის გათვალისწინებით, რამდენად პოლარიზებულია ამ საკითხზე აზრები ისრაელში, როგორ უნდა ვისაუბროთ ჰეკლერის ვეტოზე? იცით, დემონსტრანტებმა ფაქტობრივად ვეტო დაადეს. და ეს მისი მნიშვნელოვანი ნაწილია. ანუ საქმე მხოლოდ პოლარიზაციაში არ არის. საუბარია იმაზე, რამდენად უკიდურეს ზომებს მიმართავენ ოპონენტები, ხომ ასე? თუ ხას ოპონენტები, რომლებიც მზად არიან ესეთ უკიდურეს ზომებამდე მივიდნენ, რაც რეალურად საფრთხეს უქმნის ისრაელის კეთილდღეობას, ზოგჯერ კი თვითონ ისრაელის არსებობასაც, მაშინ რას გააკეთებ ამის წინააღმდეგ? და ეს ნამდვილად რთული კითხვაა. ვფიქრობ, მარტივი პასუხი არ არსებობს. და რასაც ვამბობ, იცით, მინდა რომ ხალხს დაუტოვო ეს საკითხი. იცით, ხალხს უყვარს ოპტიმისტური პასუხის მოსმენა. ასე რომ, ჩემი ვერსია ასეთია. ყველაფერი უკეთესობისკენ შეიძლება, მაგრამ ჯერ ბევრად უფრო გაუარესდება. და მოგიწევთ ძალიან რთული. დაპირისპირებები გქონდეთ ისრაელის საზოგადოებაში ამ საკითხზე კარგი ხნის განმავლობაში. და ანუ იცით, ან დაარქვით ამას მარჯვენა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო ისრაელში დემოკრატიის მხარდამჭერი ხმებია. ისინი, ვინც სურთ სასამართლო უზენაესობის დაშლა, ან ისინი დანებდებიან. და ისინი უბრალოდ ითქვიან, კარგი, მოგვიწევს ვიცხოვროთ სასამართლო უზენაესობის სისტემაში, სადაც ჩვენ, იცით, სადაც ჩვენს პოლიტიკურ ბალაკს უბრალოდ არ აქვს მნიშვნელოვანი სიტყვა ხელისუფლებაში, რამდენჯერაც არ უნდა მოვიგოთ არჩევნები. ან მეორე ბანაკმა უნდა აღიაროს, რომ აქ არსებობს ნამდვილი პრობლემები, სერიოზული, ხრმა პრობლემები, რომლებიც უნდა მოგვარდეს. და რომ ისინი კოსმეტიკური გზით ვერ მოგვარდება. ისინი უნდა მოგვარდეს, როგორც ჩემს წიგნში ვამბობ, ეს არც ბულდოზერია და არც საჭრეთელი. არამედ მუდმივი და თანმიმდევრული უროს გამოყენებაა საჭირო. ისრაელის უზენაესი სასამართლოს ამ პრობლემების მოსაგვარებლად მიღებული ზომები აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მასშტაბური და ძალიან მტკიცე უნდა იყოს. და მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ამ გაგებამდე მივლენ, შევძლეთ ამ საკითხების გარკვეულწილად მოგვარებას. მაგრამ რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? ორ რამეს ვიტყვი. და ამას ვამბობ. იცით, ამაზე წიგნში ვსაუბრობ. ერთი ეხება განათლებას. ისრაელის უზენაესობის მომხრე ბანაკს, განსაკუთრებით კი მემარცხენე სასამართლო უზენაესობის მომხრე ბანაკს, უნდა ესმოდეს, რამდენად ცუდია ეს. მათ უნდა გქონდეთ უფრო საფუძვლიანი გააზრება დემოკრატიის, დასავლური სახალხო მმართველობის, ლიბერალური დასავლური წესრიგის, კონსტიტუციონალიზმის და ასე შემდეგ, დასავლური დემოკრატიული ტრადიციის შესახებ. რომ გაიგონ, რამდენად აბსურდულია ეს. და არა მხოლოდ აბსურდული, არამედ რამდენად საზიანო და დამანგრეველია ეს ნებისმიერი თავისუფალი საზოგადოებისათვის, ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისათვის. და მათ უნდა მიაღწიონ ამ ყველაფრის ნამდვილ გააზრებას. ეს არის რაც მე ვფიქრობ, რომ ამერიკელებმა, როგორც ამერიკელმა ებრაულმა დიასპორამ, ასევე ზოგადად ამერიკელებმა და ზოგადად დასავლეთმა შეგვიძლია ამაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. და თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ წვლილი იმაში, რომ ეს ისრაელელებისთვის ბევრად უფრო ეფექტურად მიაწოდოთ. მათ შორის მემარცხენე ისრაელელებისთვისაც, რომლებიც ხშირად მოკავშირეები და მეგობრულად განწყობილები არიან და ასე შემდეგ. მათთვის იმის გადაცემა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გქონდეთ საფუძვლიანი და ლეგიტიმური შეშფოთებები, ის რაც ახლა ხდება ისრაელის სასამართლო სისტემაში, უბრალოდ მიუღებელია და ასე ვერ გაგრძელდება. და ეს უბრალოდ შეუძლებელია, როგორც არგუმენტაციის, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი ელემენტი არის მასშტაბური საგანმანათლებლო კამპანია ისრაელის ალმომრჩევლისთვის, განსაკუთრებით მემარცხენე ფრთაზე. უფრო პრაქტიკული წინადადება, რომელსაც მე ვთავაზობ, არის საკონსტიტუციო ასამბლეის შექმნა. და იუნათან შენ ახსენე, რომ წლების განმავლობაში ისრაელში არაერთი მცდელობა იყო კონსტიტუციის შექმნის. მაგრამ გასაოცარია, რომ თითქმის არავის შეუთავაზებია საკონსტიტუციო ასამბლეის ხელახლა მოწვევა. ანუ არა, შეადიან კონსტიტუციას, სადღაც ოთახში შეკრებილი იურისტების ჯგუფის მიერ და მე უბრალოდ გაავრცელოთ, რომ ხალხმა გვითხრას რა უნდა ვიფიქროთ, ან გადასცეთ ეს კანონმდებლებს. არა, ჩაატარეთ არჩევნები რეალური ინსტიტუტისთვის, რომელიც სპეციალურად შეიქმნება კონსტიტუციის დასაწერად, მის მისაღებად და რატიფიცირებისთვის, და შემდეგ გადასცეთ საზოგადოებას რეფერენდუმისთვის და ასე შემდეგ. ეს გამოცდილი და ნაცნობი მოდელია, ხო ასეა? ეს არ არის ბორბლის თავიდან გამოგონება. და საოცარია, რომ ეს სრულიად არ არსებობდა ისრაელის საზოგადოებრივ დისკურსში. და ვფიქრობ, საკონსტიტუციო ასამბლეის მოდელი არის ის, რაც, რა თქმა უნდა, არ გააქრობს თელ სიმწარეს და პოლარიზაციას, მაგრამ სწორედ ასეთი ტიპის ინსტიტუტია, რომელიც სპეციალურად იქნება იმისთვის, რომ ამ განსხვავებებს ადგილი მიეცეს. და საბოლოოდ რაღაც შანსით, რაღაც სასწაულით, რეალურად შეიქმნას გარკვეული კონსენსუსი ამ საკითხებზე. არსებობს მესამე ელემენტიც ამ ყველაფერში, რაც არ მინდა ვთქვა, მაგრამ ესეც ნაწილია და ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს აუდიტორიას ეს ესმოდეს. აქ ფინანსური საკითხიც არის ჩართული. ისრაელში პროდემოკრატიული ბანაკი, ან ანტირეფორმის, ან პროსასამართლო რეფორმის ბანაკი სულიად ჩამორჩება, ნაკლებად ძლიერია.
და დაჩრდილულია სასამართლოს უზენაესობის მომხრე ძალების მიერ მარცხენა პლანზე. ის თანხები, რასაც ისინი ხარჯავენ ამ საკითხებზე, საზოგადოებრივი კამპანიებისთვის, ანალიტიკური ცენტრებისა და მეცნიერებისთვის და სხვა ყველაფერზე, უბრალოდ ბევრად აღემატება იმას, რასაც მარჯვენა ფლანგი ამაზე ხარჯავს. და ადამიანები, რომლებსაც რეალურად სურთ ცვლილება და ამ პრობლემის გადაწყვეტა. ანუ ამერიკა და ცოლებიც ძალიან კარგად იციან ეს, მე ამის ახსნა ამჯერდება. ფილანთროპია და მსგავსი დაფინანსების მცდელობები არის ჟანგბადი, რომელიც ამგვარ ცვლილებებს სჭირდება, რომ მოხდეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ესეც მისი მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც ისრაელში, ასევე აშშ-ში ამის გაგება. და აშშ-ში და დიასპორაშიც, თუ გვინდა რომ ამაში ცვლილება მოახდინოთ, მაშინ საჭიროა მასში სერიოზული და ინტენსიური ინვესტიცია. დიახ, ალბათ ეს ყველაზე ოპტიმისტური დასასრული არ არის, მაგრამ დრო ამოიწურა. იონათან, დიდი მადლობა, რომ დღეს შემოგვიერთდი. სად შეუძლიათ ჩვენს მსმენელებსა და მაყურებლებს შეიძინონ Rogue Justice და როგორ შეუძლიათ თქვენი საქმიანობის თვალყურის დევნება? ევნება. დიდი მადლობა. დავასრულებ ერთ წინადადებაში, რომელიც შეიძლება ცოტა უფრო ოპტიმისტურია, ან სადღაც შუაშია. უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს ნამდვილად სერიოზული პრობლემაა. ისრაელი რეალური ქვეყანა, რეალური პრობლემებით. ის მაინც საოცარი და შესანიშნავი ადგილია და ჩვენ ყველას გვინდა რომ ის განვითარდეს და წარმატებას მიაღწიოს. ის ავსეა კეთილდანწყობილი სიონისტებით, პატრიოტებით და კარგი ადამიანებით, მათ შორის სასამართლო სისტემაშიც კი. ვფიქრობ, ეს გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველია, მაგრამ უფრო კონკრეტულად, ისრაელი რეალური ქვეყანაა და მას რეალური პრობლემები აქვს. პრობლემის გამოსასწორებლად ჯერ მისი გაგებაა საჭირო და იმისთვის რომ გავიგოთ, საჭიროა კარგად, სიღრმისეულად და ობიექტურად შევხედოთ მას. სწორედ ამას აკეთებს ჩემი წიგნი. ეს კი თქვენს კითხვაზე პასუხის საფუძველს ქმნის. ჩემი წიგნი უნდა აღნიშნო Rogue Justice: The Rise of Judicial Supremacy in Israel. სათაური აქამდე არ მეხსენებია. ასე რომ დასაწყისში ვახსენე. ხო. ვიცი რომ დასაწყისში თქვი? პირველ რიგში Amazon-ზე, თქვენს ადგილობრივ წიგნის მაღაზიაში, Barnes & Noble-ში, სინამდვილეში უვეტეს ქვეყნებში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ავსტრალიაში და ასე შემდეგ, ასევე შეგიძლიათ შევკვეთოთ ის Amazon-ზე. თუ ისრაელში ხართ, შეგიძლიათ ის Amazon-ზე შეიძინოთ. უფასო მიწოდებით ცოტა უფრო რთულია და ასე შემდეგ. ასევე სხვა ადგილებში შეგიძლიათ იპოვოთ. უნდა ვთქვა, რომ X-ზე ვარ, რომელსაც ადრე Twitter ერქვა, სახელით Jonathan Green-ი, სადაც თვითავ და ვაზიარებ ჩემს სხვადასხვა აქტივობებს. ფიქრობ, ეს არის მისი მთავარი ნაწილი. კარგი, მადლობა. ჩვენ ასევე გვინდა მადლობა გადაუხადოთ ჩვენს აუდიტორიას. გთხოვთ გახსოვდეთ, მოусმინოთ ჯონათან თობეს ყოველდღიურ გამოშვებას, რომელ პლატფორმაზეც უსმენთ პოდკასტებს. არ აქვს მნიშვნელობა, გვიყურებთ ერთ-ერთ მათგანზე თუ პირდაპირ ეთერში, Facebook-ზე ან X-ზე ან JNS-ის YouTube არხზე, გთხოვთ მოიწონებთ ან გამოიწერეთ JNS. დააც გაპუნეთ ზარზე შეტყობინებებისთვის და დაგვიტოვეთ კარგი შეფასებები. გთხოვთ მოგწერეთ მისამართზე thinktwice@jns.org და შევატყობინეთ სად უსმენთ ან უყურეთ გადაცემას და რას ფიქრობთ მასზე. და გახსოვდეთ, გაანაგრძეთ კითხვა და საკუთარი აზრის ფორმირება. შევხვდებით მომავალ კვირას.